გამარჯობა. ეს ვისაუბრებ პარფიუმის დემალის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ სუნამოზე. ეს არის, როგორც ხედავთ, Galloway, რომელიც არის ჩემთვის, არ ვიცი, ვერ ხვდები რატომ არის ასე დაუფასებელი. ანუ ცუდად შეფასებული ხლა არ არის და არავის არ იზღება, მაგრამ არ ვიცი, ჩემთვის არის ერთ-ერთი დიდი ხანია ვიცნობ უბრალოდ და შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტიც არის, მაგრამ რო არ ვიცნობდი, ალბათ აღმოჩენა იქნებოდა. საკმაოდ დიდი ხნის არის, ვერ ვიტყვით რომ ახალი გამოსულია, არ ვიცი, ხალხი რატო არ ყიდულობს, ვინც კი დატესტა, ყველას მოეწონა, იმასაც გაუსვავ ხას, რომ არანაირი გადასარევი ეფექტი ხლა ამას არ აქვს, თუმცა რაღაც ახალი არის. მიუხედავად იმისა, რომ ძველია, უკვე 13 წლის არის, 2013 წლის სუნამოა და ვერ ვიტყვი, რომ როგორც თქვი რა, თან ძალიან მაგარია, იმიტომ რომ თითქოს არაფერს არ გავს, არის ასეთი უფრო სისუფთავის შეგრძნება, ვიდრე ციტრუსები ძალიან არ ყვირის, თუმცა საწყის ნოტებში აქვს ეს წიწაკა, ალბათ უფრო საინტერესოს ხდის, რომ თავის დასაწყისში აქვს წიწაკა, შავი წიწაკა და მე ციტრუსის ნოტები აქვს სხვადასხვა. მერე შემოდის ცოტა ყვავილები, ფორთოხლის ყვავილები აქვს და ირისი და ბოლოში აქვს მუშკი, ხის ნოტები აქვს და ამბრა, მაგრამ ესე ციტრუსოვან სუნამოს ვერ დავარქვევდი. უფრო რაღაცა ის სისუფთავის შეგრძნება და ცოტა არ იყოს უფრო რა ვიცი, რაღაცნაირი თითქოს უფრო ეს სპაისისკენ გადადის, მაგრამ მაგასაც ვერ, აი სისუფთავე, ეგეთი რაღაც კატეგორია რო იყოს, სისუფთავე, გრილი, კი ბატონო, გრილიც არის, მაგრამ აი პირდაპირ გაგებით გრილის სუნამო არ არის. თუმცა ზუსტად მაგიტოაც ჩემთვის საინტერესო. რაღაცნაირად ხანდახან მქონდა ხოლმე ასოციაცია, აი დაუთოებული ტანსაცმლის სუნი. ხო, ამბობენ ხოლმე სუფთა ახალგარეცხილი ტანსაცმლის სუნი აქვს სუნამოს, ამაზე მგონია რატომღაც ეხლა რომ დაუთოებული ტანსაცმელთან ასოცირდება, თეთრეულთან, ან თუნდაც პიჯაკთან, ან რაღაც ეგრე რა. მოკლედ როგორც ვიტყვი, ანუ გადასარევი რაღაცა რომ ვიღაცამ დაესრა სასწაულია, ეგეთი არ არის ჩემთვის, თუმცა ძალიან დაუფასებლად მიმაჩნია. არ არის ახლა რაღაც სასწაული რომ კანზეც დიდი ხანი ძლევდეს, საკმაოდ ჩემთვის კარგად არის ეს გათვლილი, არა შემაწუხებელი. საკმაოდ კანთან ახლოს არის შლეიფი, დიდად არ შეაწუხებს გარშემოყოფებს და მოკლედ ერთ-ერთი ვიდეოც მაქვს ადრე რამდენიმე წლის წინ ნანახი, ანუ პარფიუმის დემალის სუნამოებს წარმომადგენელი იყო ფირმიდან მოსული და აცნობდა, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ჟურნალისტი იყო თუ მოკლედ რაღაც პარფიუმის მესა იყო მგონი და იქ ეკითხებოდნენ რომელ შემოგთავაზე ბენსის ლეიტონები რა თქმა უნდა ისინი და საიდუმლო რჩევა ეს იქნებაო და იქ ვინც დატესტა ისიც ცოტა გაკვირვებული დარჩა, ძალიან კარგი სუნამოაო და ძალიან ბევრმა ახლა არ იცის პარფიუმის დემალიზე რომ მიდგება საუბარი, ან ლეიტონები, ან ამის მოძმეები სედლეი და გრინლია ხოლმე ყოველთვის უპირატესი. მე ორივეს მირჩევნია, ლეიტონს ნამდვილად ვერ მირჩევნია. თუმცა, რა ვიცი, იქ არის კიდევ სხვა სუნამოები, რომელსაც არ ვიცი, ალბათ პარფიუმის დემალის ხო ბევრი სუნამო აქვს. ხა მაგალითად ავიღოთ პერსევს, ხო, ეს უფრო თითქოს სახელგანთქმულია, უფრო უყვარს ხალხს, მაგრამ მე ბევრად წინ დავაყენებდი ამას. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ რაღაც ახალი და ვინც ჯერ კიდევ არ იცით, აუცილებლად უნდა დატესტოთ ჩემი აზრით და არ ვიცი, მე არ მინახავს ადამიანი, ვინც დატესტა და რაღაც უკმაყოფილო დარჩა ყოველ შემთხვევაში მინიმუმ. ახლა შეძენით შეიძენს თუ არა ადამიანი ვერ გეტყვით და გაგიჟდება თუ არა ამ სუნამოზე. კიდევ ამბობ რომ გასაგიჟებელი ნოტები და ესე ვთქვათ, ესეთი ხასიათი არ აქვს ჩემთვის ამ სუნამოს, მაგალითად როგორც ბევრ Louis Vuitton-ს აქვს, თუნდაც Imaginations, თუნდაც Symphony-ს, ანუ ეგ თითქოს აი რაღაცნაირად გაიძულებს რომ კი ძვირია, მაგრამ უნდა შეაგროვო და იყიდო რა, ამასთან ეგრე არ არის, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო საკოლექციო სუნამოა ჩემთვის რა. მოკლედ აი ისე რომ გამაკვირვებს, როდესაც ადამიანს
არ დაუტესტავს, მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმს დემალის სუნამოები უყვარს. აი, ეგ გამიკვირდებოდა ეს სუნამო რო არ იცოდეს ვინმე. ამიტომ ერთი პლუსი კიდევ ის არის, რომ დიდად აი ესეთ ცნობილ სუნამოებს არც ერთს არ გავს, ანუ არაფრის კლონი არ არის და აქედან არ ვიცი, ალბათ დაკოპირებულები ექნებათ მე ეს სუნამოები, მაგრამ ეს რო რაღაცის კოპია იყოს, მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია და არა ამის მსგავსი არაფერი არ დამიტესტავს. ხა მსგავსი იმას არ გულისხმობ, რომ რაღაცა ცოტა სუფთა გარეცხილი სამოსის ან დაუთოებული სამოსის წეღანაც ვახსენე ესეთი სუნი შეიძლება სხვა რაღაც სუნამოსაც ქონდეს, მაგალითად ორანჟ ფლამინგოზე ამბობენ, რომ სუფთა ტანსაცმლის სუნი აქვს ახალგარეცხილის. იქ დაუთოებულს მე ვერ აღვიქვა, მაგრამ მაგას არც არავინ არ ამბობს, ეგ მე მოვიფიქრე, მე მოვიგონე სავარაუდოდ და არ ვიცი, მე უბრალოდ ასოციაცია მიჩნდება, თორე ხა დაუთოებული ტანსაცმლის სუნი შეიძლება ესე ნოტები მაგისი არა აქვს და უბრალოდ ჩემ ტვინში ასე ჩამოყალიბდა, ეგ რაღაც ამომიტივდივდა თავში და მაგიტომ ვამბობ, თორე ახლა ვიღაცა თუ შეიძენს და მე და მიკომენტარებენ რა დაუთოებული ტანსაცმელი საერთოდ არც ნოტები აქვს მაგის და არც არანაირი, ანუ კავშირი არ აქვს მაგ ნოტებთან ვიღაცა თუ მეტყვის, მაგას არ გულისხმობ. მოკლედ ეგ ჩემი პირადი პარალელია მაგასთან და ალბათ 90% საერთოდ ვერავინ ვერ გაავლებს იგივე პარალელს, თუმცა უბრალოდ რა აზრიც მაქვს და როგორც უყურებ ამ სუნამოს, მაგას ვცდილობ რომ გადმოვცემ. ამიტომ აუცილებლად საინტერესო იქნებოდა თუ არ იცნობთ, აუცილებლად დატესტოთ. იმედია იქნება ქსელურ მაღაზიებში. არ ვიცი, ხა მოთხოვნის გამო შეიძლება ბევრი მოთხოვნა რო არ არის, არ გქონდეთ შემოტანილი, მაგრამ არ მგონია, არ ვიცი, რაღაც რამდენიმე მაინც უნდა გქონდეთ მარაგში, ახლა თუ ნორმალური მაღაზიაა და მოკლედ გირჩევდით აუცილებლად გაეცნოთ. ჩემთვის, არ ვიცი, საკმაოდ პოზიტიურად შევაფასებდი ამ სუნამოს თავიდან ბოლომდე. როგორც ნიშა, როგორც არ ვიცი, თავის ფასთან შედარებით ღირებულებაც ძალიან კარგი აქვს, მე თუ მკითხავთ. ხა რაღაც სასწაულად ზამთრაში რომ დილით დაისხათ და ღამემდე თან დაყვებოდეთ, მაგისთვის თუ შეიძენთ, ნამდვილად 10 ბალიანი სისტემით 1-ს ან 2 ქულას დაუწერდი. იმიტომ რომ არ არის ძლიერი სუნამო და მაგისთვის არ არის საკითხი. ზაფხულში სისუფთავის შეგრძნებისთვის დუშიდან გამოსულზე რო დაისხავთ, აუცილებლად გესიამოვნებათ, კომპლიმენტებით სავარაუდოდ. არ ვიცი, ხა უცხო ხალხისგან ცოტა რთულია ხოლმე კომპლიმენტების ასე მიღება რეალურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ვიდეოები, თუნდაც ამ ფეიქ სუნამოებზე ჩაწერენ ხოლმე რაღაცებს, რომ კომპლიმენტები თუ გინდა შეიძინეთ ეს სუნამო და ზედ შემოგახტებიან ხალხი და არ ვიცი, მოკლედ დღეში 10 კომპლიმენტი, ახლა 15 წუთის წინ დავისხე და უკვე 5 კომპლიმენტი მოაგროვა, ეგ არის არ ვიცი, ან ფანტასტიკის ჟანრია ჩემთვის, ან არ ვიცი, კონკრეტულად ჩემთან არავინ არ მოდის. ძალიან იშვიათად, არ ვიცი, ხანდახან დღეში 2 და 3 არომატი მაქვს ხოლმე დასხმული და ასე რომ კი ყოფილა შემთხვევები, მაგრამ ძალიან იშვიათად როგორც ვამბობ, ხა თითცეთ შეიძლება ჩამოვთვალო რა 3-4 ჯერ ალბათ რომ უცხო ადამიანმა ან დაინტერესდეს რამაც რას უნდა მოსვატარებ, ან კომპლიმენტი მომცეს. ნაცნობებში კი ბატონო არ არის პრობლემა, ძალიან ხშირად ვიღებ, მაგრამ ასე უცხო ადამიანი ცოტა მაინც ერიდება და ძალიან უნდა მოეწონოს ალბათ რომ მოვიდეს და კომპლიმენტი გითხრას. ეს ვიდეოები ჩემთვის ამიტომაც ტყუილია. ალბათ 99% შეიძლება რაღაც სიმართლის მარცვალი იყოს შიგნით. მოკლედ, გონი საკმარისად ვილაპარაკე, დატესტეთ აუცილებლად პარფიუმს დემალის გელოვე და შემდეგ ვიდეომდე მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.